მხარესთან და ასეთი ფორმით სამუშაოების წარმოების ლიცენზია მოიპოვა. კამპანიას შენ გეხება 30,000 ადამიანის ხელმოწერის შეგროვების უფლება პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა მისცა. ხელმოწერების შეგროვების შემდეგ შენ გეხებას კამპანიის წევრებს საშუალება ექნებათ მაუწყებლობის შესახებ საქართველოში კანონში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი წარადგინონ. ინიციატივა მედიის საქმიანობის მარეგულირებელ კანონმდებლობაში ისეთი ცვლილებების შეტანას გულისხმობს, რომელიც სამაუწყებლო საკაბელო კომპანიებს დაავალდებულებს უზრუნველყონ მათ ქსელში ყველა ტელევიზიის მაუწყებლობა, ტელევიზიებს კი დაევალებათ ისარგებლონ ყველა საკაბელო კომპანიის პაკეტი. ინიციატივაზე ხელმოწერების შეგროვება ხვალიდან დაიწყება. მათ მიერ შემოტანილი დოკუმენტაცია შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნას და შესაბამისად ჩვენ დავარეგისტრირეთ და გადავეცით ხელმოწერების ნიმუში საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს. რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანებს მიეცათ უფლება დაიწყონ ხელმოწერების შეგროვება, მინიმუმ 30,000 ამომრჩევის ხელმოწერა უნდა იყოს შეგროვებული. მოგეცა უფლება, რომ დავიწყოთ ხელმოწერების შეგროვება საკანონმდებლო ინიციატივისათვის, რომელიც ითვალისწინებს, რომ საქართველოს მოსახლეობას მიეცეს საშუალება უყუროს ყველა არხს იმ საკაბელო ქსელებში, რომელიც მათ აქვთ. ეს არის უნივერსალური პრინციპი მასტკერის და მასოფერის, რომელიც არსებობს ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომლის მიღების ვალდებულებასაც საქართველო მიუერთდა, როდესაც ევროკავშირთან ხელშეკრულება გააფორმა.